კი ბატონო, პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ მიღებული იქნა საბოლოო გადაწყვეტილება სუბსიდირებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად ნაჩვენდება შაშანდელი მიდგომები. ყველა მიმართულებით, ვინაიდან ყველაზე გამართლებული პრაქტიკა აღმოჩნდა შაშანდელი პრაქტიკა, სადაც ბენეფიციარი იღებს პირდაპირ 15 დღის შემდეგ ანაზღაურება სუბსიდიის ნაწილში. რქაცთიარის ნაწილში გვექნება 45 თეთრიანი სუბსიდირება, ხოლო საფერავის ყურძენზე გვექნება 20 თეთრიანი სუბსიდირება. ველოდები დაახლოებით 147.000 ტონამდე გადასამუშავებელ ყურძენს და საერთო ჯამში ჩვენ ვარაუდობთ, რომ ალბათ შაშანდელი ნიშნული დაახლოებით 2-3 ტონით მეტი შეიძლება იყოს მიმდინარე წელს. აღნიშნული ასევე ითვალისწინებს ხელშეწყობას იმ ნაწილში, რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული საექსპორტო ღირებულება ღვინის, მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია ექსპორტი, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ღვინის ექსპორტი 44%-ით არის გაზრდილი შაშანდელი ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით, თუმცა მნიშვნელოვნად დაახლოებით 25%-ით არის შემცირებული ფასი 2014 წელთან შედარებით. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ საჭიროა სტიმული, თუმცა რა თქმა უნდა, როგორც პრემიერმა ბრძანა, ჩვენი თვითმიზანი არის გამოვიდეთ საერთოდ ზოგადად სუბსიდიის მიდგომებიდან, როდესაც დარგი ამის შესაძლებლობას მოგცემს. ფაქტია, რომ დღეს ამის შესაძლებლობას არ გაძლევს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც მევენახეების ინტერესების გათვალისწინება, ისე ექსპორტიორთა ინტერესების გათვალისწინება. მე მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ ჩვენი პროგრამის ხელშეწყობის ფარგლებში 22 ახალი ღვინის გადამამუშავებელი საწარმოა დაფინანსებული, გაფართოვდა 40-ზე მეტი. შესაბამისად, ჯერ კიდევ ეს პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, არ არის დასრულებული. ეს პროცესი გაგრძელდება, მანამ სანამ ამის აუცილებლობა დადგება, ამ ეტაპზე მიღებულია ეს კონკრეტული გადაწყვეტილება. ასევე მნიშვნელოვანია ალბათ ავიღოთ რამოდენიმე მიმართულებით, დამატებით პრიორიტეტული გეგმები დავსახოთ, ეს გახლავთ ბრენდის განვითარების და ხელშეწყობის მიდგომა, რომელიც აღნიშნული სუბსიდირების ნაწილში ჩვენ გავითვალისწინეთ, ვინაიდან გვინდა ქართული ბრენდი იყოს კიდევ უფრო პოპულარული და იყოს კონკურენტუნარიანი ევროპულ ბაზარზე. ამიტომ აღნიშნული ტარიფები ითვალისწინებს საბრენდე სპირტის მიღების რენტაბელურ ტარიფებს.